ღვინის ეროვნული სააგენტოს და GIZ-ის მხარდაჭერით ქართველი მეღვინე ქალები ლონდონში თავიანთ ღვინოს წარადგენენ. ღვინისძიების ორგანიზატორია ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს. ღვინისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და ამ დღეების ფარგლებში ქართველ მეღვინე ქალებს საშუალება ექნებათ, რომ ადგილობრივ დარგის ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებს გააცნონ თავიანთი პროდუქცია. ღვინის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ქართული ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის ქართველი ქალი მეღვინეების მხარდაჭერა, როგორც დარგში უმცირესობაში მყოფი წარმომადგენლებს. I'm very pleased and proud to be presenting this overall trade tasting in London, which is attended by trade buyers, importers, sommeliers and journalists. We see a great buzz for Georgian wine in general in the UK, and it's a real pleasure and a privilege for me to be able to welcome the women of WIVI, Georgian women in the wine industry. These kind of collectives are really important for the economic empowerment of women and also for the diversity of wine. And what we see in Georgia is this real blossoming of artisanal wine production. მეტად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ასოციაცია ქალები ღვინის ინდუსტრიაში მონაწილეობას იღებენ ლონდონში ქართული ღვინის კვირეულზე. განსაკუთრებით დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ შეკრებილი არიან არა მარტო ღვინის მოყვარულები, ქართული ღვინის მოყვარულები, არამედ საკმაოდ სერიოზული სპეციალისტები, რომელთა სიტყვაცაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის. არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადო ყველა იმ სპონსორს და ჩვენს პარტნიორს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ აქ აღმოჩნდით. განსაკუთრებით მინდა გამოვყო კახეთის გუბერნატორი ბატონი გიორგი ალადაშვილი, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაუწია მეღვინე ქალბატონებს კახეთიდან და ამიტომ ეს არის საკმაოდ კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ქალებს, განსაკუთრებით მეღვინე ქალებს.